Financial Times-ის ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმს, რომელიც მუმბაიში, ინდოეთის ფინანსურ ცენტრში გაიმართა, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად ის ინდური კომპანიებიც ესწრებოდნენ, რომლებიც საქართველოში უკვე საქმიანობენ. მათ საკუთარი გამოცდილება იმ ბიზნესმენებს გაუზიარეს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საქმე საქართველოში წამოიწყონ. ჩვენი ამოცანა რომ მათ გავაცნოთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოში ბიზნეს კლიმატის გარშემო და სწორედ რაც უკვე თქვი ამ კითხვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ რომ ინტერესი იქნება. კიდევ ერთი თავისებურება და სპეციფიკა ინდური ბიზნესის გახლავთ რომ ეს არის ეგრეთ წოდებული ინდუსტრიაზე ორიენტირებული ინვესტიციები, პირდაპირ უცხო ინვესტიციები და მათი ამოცანა ამ შემთხვევაში უფრო არის საწარმოო პოტენციალის განვითარება საქართველოში, რაც ბუნებრივია უკვე დაკავშირებულია კონკრეტულად სამუშაო ადგილების შექმნასთან. აქამდე ყველაზე მსხვილი ინვესტორები დასავლეთიდან იყვნენ, ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან. ახლა საინვესტიციო კაპიტალ დაბანდებების სურათი შეიცვალა. განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში უკვე აზიური ინვესტიციები გამოჩნდა. საქართველოს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის შეიძლება იყოს საინტერესო ბიზნესის საკეთებლად. ინდური ბიზნესი ბოლო 10 წელიწადში ფართოდ გავიდა უცხოეთის ბაზრებზე. ასე რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება შეხვედრები გაემართა ინდოელ ბიზნესმენებთან სწორი და დროული გადაწყვეტილებაა. საქართველოს მთავრობასთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ ინდური ინვესტიციები ენერგოსექტორისკენ აიღებს გეზს. ინდური კომპანიები მილიონების ჩადებას ხუდონ ჰესის მშენებლობაში აპირებენ. მსხვილი ინვესტიციები ჩაიდება გაზისა და ნავთობის მოპოვებაშიც. ჩვენ საქართველოში უკვე 5 წელია საქმიანობ და ბიზნესის კეთების კარგი გამოცდილება გვაქვს. ერთ წელიწადში 700 მეგავატიანი ჰესის მშენებლობის დაწყებას ვაპირებთ. 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე ჩავდეთ ჰუდონ ჰესში. 15 მილიონს კი მას შემდეგ დავაბანდეთ, რაც საქართველოს მთავრობისგან საბოლოო თანხმობას მივიღებთ. გამომუშავებულ ელექტროენერგიას ადგილობრივ ბაზარსაც მივაწვდით და ექსპორტზეც გავიტანთ. ჩვენ საქმიანობთ მეტალურგიაში, ენერგოსექტორში, ტელეკომუნიკაციებში და სამშენებლო სექტორში. ჩვენი კომპანია ნავთობის მოპოვებასაც ახორციელებს და გვინდა ამ მიმართულებით მუშაობა საქართველოშიც გავაფართოვოთ. საქართველოს ნავთობის ტრანსპორტირების საშუალება აქვს და სურვილი გვაქვს ჩვენს ლოჯისტიკაში ჩავთოთ. ამასთან გამარტივებული საგადასახადო რეჟიმი აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. ინდური კომპანიების ინტერესში სამედიცინო სფეროც მოექცევა. ქართულმა მხარემ მათ ჰოსპიტალურ სექტორში, კლინიკების მშენებლობაში, აგრეთვე რეკრეაციულ ზონებში საქმიანობის დაწყება შესთავაზა. ინდოელ ბიზნესმენებს ბორჯომის, საირმისა და წყალტუბოს კურორტების ათვისებას თავაზობენ.